ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პასუხობს მედიის კითხვებს. ირაკლი გობახიძე სამტრედია გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ მთავრობის მეთაურის კომენტარს. რა ეტაპზეა ზოგადად პროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის? Ჩვენ ხედავთ, რომ მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით გრძელდება. ჩვენ დღეს გავხსენით სამტრედია გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთი. მომავალი წლისთვის გაიხსნება უკვე მთლიანად ეს მაგისტრალი, რომელიც მთლიანად შეადგენს 52 კილომეტრს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, სოციალური თვალსაზრისით, უფრო მეტად დაახლოებს ბუნებრივია ავტომაგისტრალი ერთმანეთთან ჩვენს დასახლებს და გაადვილებს, რა თქმა უნდა, გადაადგილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის და ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის მინისტრს. როგორ აფასებთ დონალდ ტრამპის წერილს, რა გზავნილებია ქვეყნისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ხელისუფლების არალეგიტიმურად წარმოჩენას? ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, ამერიკის სამმართველობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ ჩვენი სურვილია გადავტვირთოთ თლიანად ჩვენი ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუბდაფუძვლიდან კონკრეტული გზამკვლევით და რა თქმა უნდა, ასეთი გზავნილები ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ეს არის ჩვენი სურვილი და რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. სასტუმრო საქართველოს გარშემო გავრცელებული ინფორმაციაზე გავჩნდა ინფორმაცია, რომ სასტუმროს გარკვეული ფართობი სიმბოლურ ფასად ერთლარად გადაეცა პრობლემს. ადმინისტრაციამ გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება, რაც საუბარია, რომ манипуляციური ინფორმაციები ვრცელდება რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რას ემსახურება მსგავსი დაუჯერებელი ინფორმაციის გავრცელება. ზოგადად ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული მედია საშუალებები ამ შემთხვევაში თუ არსებია ეს იყო მონიტორი და ეს იყო ტევ-პირველი, ასეთ უხეშ манипуляციას ავრცელებენ. რეალურად არავითარი ფართის გასხვისება არ მოხდარა, თუ ჩაიხედავდით ზედაპირულადაც კი ამ დოკუმენტებში ძალიან მარტივად ჩანდა, რომ დამატებით არაფერი გასხვისებულა. რეალურად იყო აზომით ნახაზებში წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეალური ფართის მოცულობა იყო განსხვავებული და იმისათვის, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი დაზუსტებულიყო, ფორმალურად გასხვის და ეს ფართი მხოლოდ ფორმალურად არაფერი დამატებით არ გადაცემია კონკრეტულ სამეწარმეო სუბიექტზე. ამას მოაყოლეს მთელი სპეკულაციები, უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც ასეთ ტყუილებს ავრცელებენ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისი ქონებრივი ობიექტი, ასეთი ტიპის ქონებრივი ობიექტი გადის აუცილებლად აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირ წესით, არც ერთი ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება, რა თქმა უნდა, სიმბოლურ ფასად არავითარი ქონების გასხვისება, ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკურენტულ გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდარე манипуляციებს მიმართავენ კონკრეტული მედია საშუალებები, თუმცა ამას მიჩვეული ვართ როგორც მონიტორისგან, ასევე ტევ-პირველისგან. და ევროკავშირის ელჩო ავრცელებს 2 დღის წინანდელ ქარდებს ეზიარებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ მათი დონაციების უმეტესობა სამინისტროებზე მოდის და ნაკლებად არასამთავრობოებზე. თან ერთვის ამას აღწერა, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელეს გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში. რას ემსახურება ეხლა ამ ინფორმაციების გაზიარება და ზოგადად რა ხდება დონაციებთან? მე მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო ძალიან სამწუხარო პოლიტიკაზე, რომელიც აქვს ევროპულ ბიუროკრატიას, არა მარტო ქართულ ხალხთან მიმართებით, არამედ იგივე მოლდოველურ ხალხთან მიმართებით, იგივე უკრაინელ ხალხთან მიმართებით და ყველა იმ ხალხთან მიმართებით, რომელიც გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც კიდე დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ნიშნავს მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის გაძლიერებას, რაც ერთადერთხელ გააკეთა
ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ასევე ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს იყო 2009-11 წლები, როდესაც ომის შემდგომ იყო უმძიმესი ეკონომიკური ვითარება და აგენტურა სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკაში ჩაასხეს ფული იყო 2009-11 წლები. ეს არის რეალობა და დანარჩენი არის ქარდები, რომელიც არაფერს არ ეუბნება ქართულ საზოგადოებას. არც ერთხელ გარდა 2009-11 წლებისა, როცა აგენტურა იყო გადასარჩენი, უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი ამ ქვეყანაში, არც ერთხელ, არც ერთ სხვა შემთხვევაში ეკონომიკაში ფული არ ჩაუსხამთ. თან საქართველოს არის მცირე ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა მთლიანად დღესაც კი არის 38 მილიარდი დოლარი, ამაზე ბევრად ნაკლები იყო წლების წინ. საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი ჭირდებოდა. ისევე როგორც მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ ჭირდება არაფერი. ამ დროს თქვენ იცით რა ხდება მოლდოვაში. მოლდოვაში არის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, კრიზისული ვითარება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯამურად შემცირდა მოლდოვის რეალური ეკონომიკა. ამ წლების განმავლობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ 13.5 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკას შორის. იქ ხომ მაინც ის ხალხია, რომელიც მოწონს ასე თქვათ, ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ არ ეხმარებიან მოლდოელ ხალხს? არ ეხმარებიან, იმიტომ რომ არის მარტივი ლოგიკა, რომელიც აქვს ტიპს. შენს აგენტურასაც კი არ უნდა დაეხმარო იმისათვის, რომ ზედმეტად ძლიერად იცნოს ვინმე თავი. ქვეყანამ სუსტად უნდა იგრძნოს თავი იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს მისი დაქვემდებარება და შესაბამისი ქვეყნის მოსახლეობის დაქვემდებარება. ეს არის ტიპ-სტეიტის ძალიან სამწუხარო პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი არის მოლდოვის მოსახლეობა, რომლის მსხვერპლი არის უკრაინის მოსახლეობა და რომლის გამოც ქართულ ხალხს მთელი ამ წლების განმავლობაში სინამდვილეში არსებითად და თვისებრივად არავინ დახმარებია.